ნუ თუ დღეს ვინმე არ იცნობს იესოს. იესოს შესახებ არა ქრისტიანებმაც კი იციან. ადამიანების უმეტესობას აქვს აკადემიური ცოდნა იესოს შესახებ, რომელსაც ქრისტიანობა მესიად და მხსნელად მიიჩნევს. თუმცა სინამდვილეში, როდესაც ღმერთი ხორციელად მოვიდა ამ დედამიწაზე, ის ჩვენნაირი გარეგნობის იყო. რადგან ის ამ დედამიწაზე საიდუმლოდ მოვიდა, მან დამალა თავისი ბუნების მთელი დიდება და ბრწყინვალება. რადგან ის ამ დედამიწაზე თავისი ბუნების დაფარვით გამოჩნდა, განა ხალხმა, რომელსაც მოსეს დროიდან. თაობიდან თაობამდე სწამდა ღმერთის, არ უარყო იგი და ერთხმად არ დათანხმდა მის ჯვარცმას. კოლასელთა მეორე თავი 2 შინათლად წერია, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლო შეცნობისათვის. მიზეზი, რის გამოც მათ არ შეეძლოთ ღმერთის გაგება ან მისი რწმენა, იყო ის ფაქტი, რომ ის ადამიანად მოვიდა. მოდით ვნახოთ იოანეს მე-10 თავის 30 მუხლი. მე და მამა ერთი ვართ. აქ მე გულისხმობს იესოს, რომელმაც ეს სიტყვები თქვა, არა? იესომ თქვა, მე და მამა ერთი ვართ. კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები და რა გააკეთეს მათ? მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ, ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ. მიუგეს მას იუდეველებმა. კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხვდი შენს თავს. იუდეველთა საზოგადოებაში ცოდვილთა ჩასაქოლად ქვების აღება ჩვეული ქმედება იყო. ისინი იესოს ცოდვილად თვლიდნენ. რას გვასწავლის ბიბლია იესოს შესახებ? განა ესაიას 9:6-ში არ წერია იესოზე, რომ ის არის ძლიერი ღმერთი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი. ღმერთი ამ დედამიწაზე ხორციელად მოვიდა. ამიტომ მან საკუთარ თავზე დაამოწმა, მაგრამ ხალხმა ვერ დააკავშირა. ღმერთის გარეგნობა, რომელიც მათ წარმოდგენაში ჰქონდათ, ხორცშესხმული იესოს გარეგნობასთან. ისინი გულში ფიქრობდნენ, ღმერთი ასე არ გამოჩნდებოდა ხორციელად, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. მათ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მხოლოდ უხილავ და მიუწვდომელ სამყაროში არსებობს. როდესაც იესო ხორციელად მოვიდა ამ დედამიწაზე, მან თქვა, მე და მამა ერთი ვართ. მარტივად რომ ავხსნათ, რას ამბობს ის, ვინ არის? ის ამბობს, მე ვარ ღმერთი. ამიტომ იუდეველებმა, რომლებსაც ღვთისას სწამდათ, ქვები აიღეს, რათა იესო ჩაექოლათ. რადგან ის ამ ქვეყნად ღვთის საიდუმლოდ მოვიდა, ხალხმა ვერ შეიცნო ქრისტე და სათანადოდ არ მიიღო იგი. პირიქით ჯვარს აწვეს. განა მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ ღვთისას სწამდა, არ ითავეს ამ საქმის გაკეთება. მღვდელმთავრები, ფარისევლები და რჯულის მწიგნობრები გაერთიანდნენ და ხალხს არასწორი იდეა ჩაუნერგეს. ამგვარად ისინი გაერთიანდნენ, რათა უარეყოთ ღმერთი, რომელიც ამ დედამიწაზე ხორციელად მოვიდა. ჩვენ შეგვიძლია სრულად გავიგოთ ეს ისტორიები ბიბლიის მეშვეობით.